სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. განვლას. ჯერ კიდევ მერქნის დღესასწაულის, ასე ვთქვათ, განცდის სიხარულის პერიოდში ვართ, დღეებში ვართ და ვადლობთ ღმერთს ამ დიდი წყალობისათვის. უფალს მივეგებით. ლამპრობა ალბათ აქაც აკურთხეთ თქვენ დიდი სანთლები, კელაპტრები და ეს ძველი წესი არის, სვანეთში არის, შეიძლება თქვა სრულად დარჩენილი წესი არის. ამ დღესასწაულზე ღამისთების ლოცვის დროს ანთებენ დიდ სანთლებს და ესე ხვდებიან, ეგებებიან უფალს. და არის კიდევ რომ ეს ძველი და ახალი აღთქმის, ასე ვთქვათ, შეხვედრის ადგილი, დრო არის. და არის წესი რომ უმცროსები უფროსებს ლოცავენ და უფროსები უმცროსებს ლოცავენ. და ეს წესი ჯერ კიდევ წლების წინ ჩვენი მრევლი იყო, ეხლა არის მთავრობის ერთ-ერთი წევრი ბატონი სოზარ სუბარი და მაშინ ჩვენ ვეძახდით კვირიკეს, როცა გარეჩი ვიყავით და მე როცა რომ ასე ვთქვათ ალავერდის ეპარქიაში მოვედით, პირველად აი კვირიკემ გააკეთა ესეთი კვლევა ლამპრობისა, იმიტომ რომ ხშირად ისე არის, რომ ძველ წესს, რომლისა შინაარსი უკვე ადამიანებს აღარ ახსოვთ, ყველაფერს მიაწერენ კერძსახურებასა და კერძთაყვანის მცემლობას. ესეთი ბევრი შეხვედრა შემთხვევა გვახსოვს ჩვენ და დღესაც არის. და აი მაშინ მან იკვია თუ რასთან არის კავშირში ეს ლამპრობა. მაგრამ როცა რომ თქვათ ეკლესიას დევნიდნენ და სანთელი თქვათ ესეთი დიდი ზომის ძნელად ღეიშონებოდა, მაშინ სვანეთში ამ ფიჭვის ხეს ესე დააპობდნენ. დიდი ესეთი კვარი იყო ესა, ფისი ეკიდებოდა ამ ძალიან კარგად და დიდი ესეთი ადამიანის სიმაღლის ესეთი კვარს ამზადებდნენ და მთელი ღამე დადიოდნენ დიდები პატარები და სიმღერებსაც გალობდნენ და საგალობებსაც. ხოლო სახარებაში კიდევ პირდაპირ აი ნათლად წერია რომ სიმონ ღვთისმეტყველი 300 წელზე მეტი ასაკისა იყო. იმიტომ რომ როდესაც ქრისტეს შობამდე ალექსანდრიის ბიბლიოთეკა გსმენიათ, ხო? აი ამ ბიბლიოთეკისთვის გადაწყვიტეს რომ ეთარგმნათ ძველი აღთქმის წიგნები, მოიყვანეს ასე ვთქვათ მეცნიერნი, წიგნობარნი და დაიწყეს ამ წიგნების თარგმნა და აი მაშინ სიმონ ღვთისმეტყველს შეხვდა სახარების ძველი აღთქმის იმ ნაწილის თარგმნა, სადაც წერია რომ ქალწული მიუდგეს და შვას ძე. და ეჭვი შეეპარა და იფიქრა შეცდომა არის გადამწერისო და გადაწყვიტა რომ ჩაესწორებინა. ქალწული სიტყვა შეესწორებინა და ამ დროს ანგელოზი გამოუჩნდა, გააჩერებს და ეუბნება. არი ხილულ გემოსიკვდილისა, ვიდრენდის ამ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი შენი თვალით არი ხილო. წარმოიდგინეთ ადამიანის წინასწარმეტყველის საღვთო სულით გაჟღენთილი ადამიანის მოლოდინი და მოთმინება, რომ ელოდებოდა აღთქმულ ასე ვთქვათ მესიას. და აი როდესაც რომ აზრად მოიყვანეს ჩვილი იესო, ყრმა იესო, მაშინ შეხვდა მიიქვა, ანუ აიყვანა ხელში კლავზად და თქვა აზგანუტევ მონაიშენი მეუფეო სიტყვისაებ შენის. რამე თუ მან ნახა წინასწარმეტყველების აღსრულება და მართლაც დაწოდა მიიძინა. საოცარი ისტორია არის. ამის შემდეგ უკვე იწყება თავად იესო ქრისტეს, აი პატარაობაშიც კი, როდესაც რომ რჯულს აღასრულებს. და რაც თავარია, მაცხოვარმა ყველას დასანახა. იყო, თქვათ, ესეთი აზრი, რომ რჯულის დასარღვევად თუ მოვიდოდა, არა, რჯულის აღსასრულებლად მოვიდა. და რჯულისაებრ, იუდეველთა წესისაებრ მშობლებმა მიიყვანეს შესაწირთან ერთად, სამი გვერდი იყო მართვე ტაძარში. და შემდეგაც თუ გახსოვთ, როცა ნათლისღებისას იოანე ნათლისმცემელი ეუბნება, როგორ განანათლოს სანთელმა ნათელი. და უვალე ეუბნება, რომ არა, დღეს რადგან ესე გვმართებს, რომ
უნდა ავასრულოთ წესი და რჯული. ამიტომაც შენგან უნდა მივიღო ნათელი, თუმცა მას ნათლობა და ცოდვათა მიტევება არ სჭირდებოდა. და ჩვენ ყველას გვასწავლა და გვითხრა, რომ რჯული, ქრისტეს ცნება არის მთავარი და ეს არის აუცილებლად ასასრულებელი. ჩვენ ახლა უკვე დიდი მარხვისთვის ვემზადებით. იყო მეზვერისა და ფარისევლის კვირა. იქ კიდევ სახარებაში ბევრი ადგილი არის, რომელიც რომ ჩვენ სულს აი იგალობება საგალობელი ას განმიხვენ სინანულისა ბჭენი. ყველაფერი ეკლესიაში მიმართულია იმისაკენ, რომ ადამიანი საკუთარ თავს დაუკვირდეს. გახსოვს თქვენ ხო? კეთროვანთა განკორნების ამბავი. 10 კეთროვანი შემოხდა გზაზე და ღაღადებდნენ. კეთრია საშინელი ავანტყოფობაა. მადლობა ღმერთს, დღეს ჩვენ ამ ავანტყოფობის ასეთი მაგალითები არ გვხვდება. თუმცა იმ დროს ძალიან საშინელი იყო და აკრძალულიც კი ჰქონდათ ადამიანებს, ვისაც აი ეს სნეულება ჰქონდა ადამიანების თავშეყრის ადგილას არ უნდა გამოჩენილიყვნენ. ან თუ გამოჩნდებოდნენ, ძალიან შორს უნდა მდგარიყვნენ, რომ თქვათ ეს არ გადაზდებოდა იქ ყოფებს და მაცხოვარიც როცა რო გზაზე მოდის, გზის პირას დგანან ესენი და აი ესეთი შეძრული ხმით მთელი შინაგანი მათი მოცული არის ამ საშინელი ტკივილით, საშინელი ავანტყოფობით და უფალს აი ესე შორიდან უძახია, რომ შეგვიწყალენ მეუფეო. და უფალი ეუბნება, რომ მიდით და ეჩვენეთ მღვდელს, ანუ ძველ აღთქმაში ესე იყო, რომ ვინც ამ სენით იყო დაავადებული, ან თუ სხვა რაიმე სენით მიდიოდა მღვდელთან და მღვდელი დასტურს აძლევდა, არის თუ არა ეს სნეულება და არის თუ არა ეს საშიში. და უფალმა ურჩია მათ, რომ რჯულისებრ ემოქმედათ. როგორც კი წავიდნენ, ასე ვთქვათ, მღვდელთან, როგორც კი მიიღეს ეს, ასე ვთქვათ, ლოცვა-კურთხევა მორჩილებით, სანამ მივიდოდნენ, უკვე განიკურნენ. და იმ, ესე იგი, კეთროვანი ადამიანებიდან ერთი დაბრუნდა მხოლოდ უფალთან. ესე იგი, წარმოედგინეთ, ეს ავანტყოფობა ესეთი მოუთმენელი იყო, ძალიან ძიმე იყო და როგორც კი გადადგეს მღვდლისკენ რომ უნდა წასულიყვნენ, განიკურნა ყველა და ერთი მობრუნდა, ისე რომ არც კი მისულა, მობრუნდა უფალთან და მადლობა უთხრა და მადლი შესწირა ღმერთს. გაუკვირდა კი, მაგრამ ყველა არ განიკურნეთ. ყველა განიკურნა, მაგრამ მოვიდა ერთი, რომელიც რჯულით არ იყო იუდეველი. და უფალს უნდოდა რომ ყველა მადლიერი ყოფილიყო და მადლიერებით უფლისაგან მიქცეულიყო. და ეს მადლიერება იმათმა ჩათვალეს რა, რომ ღვთისგან მიიღეს ხორციელი კურნება, მადლიერება, სულიერი კურნება უკვე აღარ ჩათვალეს საჭიროდ. ან ვერც მიხდნენ, რომ ეს უნდა გაეკეთებინა. და მხოლოდ ერთი მოვიდა. და მაშინ, როდესაც რომ მოვიდა, უფალმა უთხრა, იარე ცოცხალი იქნენი და აღარ ცოდო. მოუწოდა, რომ ღმერთი მოეძებნა, ჭეშმარიტება ეძებნა და ამ ჭეშმარიტებით ხორცის კურნება ხომ მიიღო, ამ ჭეშმარიტებით მიიღო უკვე სულიერი კურნება. ისე ჩვენ ადამიანები ხშირად გვიტყვია, მადლიერება ღვთისა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაც არ აქვს მადლიერება ღვთისა, ის უმადლოა, ან სხვანაირად რო ვთქვათ, უმადური. ხოლო უმადურება მამები როგორ განმარტავენ, რომ ეს არის გულის გარყვნილება, უმადურება. და გარყვნილება იმიტომ, რომ ადამიანი ხორცელს ეამეთა აი ამ ფუფუნებაშია, ხილშია და აი ამ ცოდვიანი ცხოვრებით ის ტკბება. და მისი გული არის გასასტიკებული. გასასტიკებული არის აი ამ ვეტყვიან განსხრომითა და ფუფუნებით. და ამიტომაც მას მადლი და მადლიერება აღარ აქვს. უმადურია. დღეს საკითხულ 60 გულოში პირდაპირ წერია. პავლე მოციქული. ყოველივე ჯერ არ სჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს. ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ,
მაგრამ ყველაფერი ჩვენი სულისთვის სასარგებლო არ არის. სასძელი მუცლისათვის და მუცელი სასძელისათვის. ხოლო ღმერთმა ნიგისა და ესეცა განაქარბოს. აღარც ერთი იქნება ერთჩვენი ერთ დღეს, არც სასძელი და არც მუცელი. რამე თუ ხორცნი ეგე თქვენი ასონი არიან ქრისტესნი. პავლე მოციქული სხვაგან ამბობს. აღა უკვე ვიხნია ასონი იგი ქრისტესნი და ხნე ასო მეძავისა ნოიყოფე. არა უწყითა რამე თუ რომელი შეეყოს მეძავსა ერთ ხორცს არიან. რამე თუ იტყვის იყვნენ ორივე ერთ ხორცს, ხოლო რომელი შეეყოს უფალსა ერთს სულ არიან უფლისა თანა. ევტოდით სიძვასა. ყოველი ცოდა რომელი ჰქმნეს კაცმა გარეშე ხორცთა არს, ხოლო რომელი ისიძვის თვისთა მიმართ ხორცთა სცოდავს. ეს ეპისტოლეს სხვა თავი არის, ხოლო სხვა თავში ამბობს. ყოვლადე ისმის, რასაც თქვენ შორის სიძვა და ეგე ვით არის სიძვაი, რომელი არცა თუ წარმართთა შორის სახელედების, ვით არცა მამის ცოლი, ვისმე ცოლად ესვა. ეს ებრაელებში რო იტყვიან, ესეთი მიღებული ამბავი იყო. არა უწყითა რამე თუ მცირემან ცოლმან, ანუ საფუარმა, ყოველივე შესაძლებელი აღაფრუნოს. გასმინდეთ უკვე ძველი იგი ცომი, რათა იყვნეთ ახალ თბე, ვით არცა ეგე ხართ უცომო, რამე თუ ზატიკად ჩვენ და ჩვენთვის დაიკლა ქრისტე, რათა ვზრახვიდეთ არა ცომითა მით ძველითა, ანუ სხვა ძველი სწავლებით, არცა ცომითა მით სიბოროტისათა და უკეთურებისათა, არამედ უცომლოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისათა. რადგან ქრისტე თავად ჭეშმარიტია და მისი სიტყვა არის ჩვენი ახალი სხეულის აღმშენებელი, აღმგებელი. ვინც უფლის მცნებას მისდევს, ის ახალ ადამიანს აშენებს ზეციური იერუსალიმისათვის. პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველაფრის კეთება, აქ ვთქვით, არ შეიძლება. ადამიანმა განსჯის უნარით ქრისტეს სიყვარულით უნდა იცოდეს რა გააკეთოს და რა არის მისი სულისთვის უფრო უმჯობესი და უფრო სასიკეთო. თუ რითი უნდა აშენდეს და როგორ უნდა მიახოს იგი უფალს. რამე თუ ვიგთ ხელითა ჩვენითა მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხებთ, ვიდევნებით და თავს ვიდებთ, მგმობართა ჩვენთა ვლოცავთ, ვით არცა ნარჩევნი სოფლისანი, შევიქმნენით ჩვენ ყოველნი. ყოველთა ნასახურ მოაქამდენ. არა საგდემელად თქვენ და მივსერ ამას, არამედ ვით არცა შვილთა ჩემთა საყვარელთა გასავებთ. ჩვენ დევნელებს ვაქებთ და ვაკურთხებთ. რატო? იმიტომ რომ ქრისტე მოვცა მაგალითი. დღეს უძღები შვილის კვირა არის. ალბათ ეს იგავი და ყველა რაც კი სახარებაში წერია არის, ამას დრო ჟამი არ აქვს. ადრე ითქვა და მხოლოდ მათ იმ თაობას ეკუთვნის არა. ქვეყნის სასასრულომდე ვინც არ უნდა მოევლინოს ამ წუთის სოფელში მოვიდეს ადამიანი, ყველას ეკუთვნის სახარებაში ნათქვამი. რადგან უფალი გუშინ და დღეს თავად იგი უფალი არის უკუნისამდე უცვლელი. ეს იგავი მოვისმინეთ. ერთი იყო შემცხვარი, რომელმაც მამას დროზე ადრე იუდეური წესის მიხედვით დროზე ადრე მოსთხოვა თავისი წილი, იმიტომ რომ პირველად წილს ოჯახის უფროს შვილს აძლევდნენ. მან კიდევ წესი დაარღვია და მოითხოვა წილი. მამამ მისცა ყველაფერი, წავიდა და ყველაფერი, ასე ვთქვათ, გააბნია მეძავთა შორის, მოკეიფათთა შორის, უდროჟამოვა ესეთ დროსტარებაში. და შემდეგ, როდესაც ცარიელი დარჩა,
მეღორედ დაუდგა ვიღაცა წარმართს. თითქოს ამ უმცროს შვილს თავისუფლება უნდოდა. თავისუფლება, იმიტომ რომ მამას ვეღარ ემორჩილებოდა. ამიტომაც აუმხედრდა და მიდის და ეუბნება, მომეცი ჩემი რაც მეკუთვნის, თუმცა იცის რომ ჯერ არ ეკუთვნის. და გამიტევე. მისა, მაგრამ მშობელი ელოდება შვილის სინანულს. ყოველთვის. მაგრამ ჯერ შვილი არ ჩანს. როდესაც ნახა რომ თავად მეღორედ დგას და ღორების საკვებზე, ასე ვთქვათ, თვალი რჩება, მაშინ გაახსენდა მამის ეოლის სახლი და თქვა: მამა ჩემის სახლში ძალიან ბევრი არის მოსამსახური, რომელიც უკეთესად ცხოვრობს და უკეთესად იკვებება. მე კიდე სად ვარ? და აი მაშინ აღმოთქვა: ვწოდე, ცად მიმარდა წინაშე შენსა. მამა მე სულიწმინდით იგზნო და როდესაც მისი შვილი მოვიდა, ჩაიკრა გულში, შემოსეს სამოსელი პირველი და ბეჭედი გაუკეთეს ნიშნად მისი წოდების მიტევებისა. მოკლედ გაამზადეს ტრაპეზი, დაიბარეს ყველა ნაცნობი და ახლობელი და არის მხიარულება. მოდის ამ დროს უფროსი შვილი და თავის სახურს ეკითხება, რა ხდება? შენი უმცროსი ძმა მოვიდა და მამამ აი ესეთი სერი ტრაპეზი გამართა. გაბრაზდა. და მამას უსაყვედო, რამდენი ხანია მე შენთან ვარ და ერთი ციკანი არ მახსოვს რომ ჩემთვის მოგეცა რომ ჩემ მეგობრებთან ერთად ყოფილიყავ. ხოლო აი მოვიდა ჩემი ძმა უმცროსი, რომელმაც ყველაფერი წააგო. გაფანტა და მას კიდე აი ესეთი პატივით დახვდა. მამა ეუბნება, ყველაფერი ჩემი რაც არის შენია შვილო. ეხლა კიდე გვიხარია, რადგან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა. დაკარგული იყო და მოვიდა. რისი სახია? ის ვინც ცხოვრობს და ყველა წესს აღასრულებს. და მას გონია რომ ეს არის უმაღლესი, ასე ვთქვათ, სარწმუნოება, ფარისევლებით იქცევა. რადგან მოციქული ამბობს, სიყვარულს არ შურს, არ ძულს, არამედ უხარია თუ კი ვიღაცა იმარჯვებს, უხარია თუ კი ვიღაცა შეცდომილი მოექცევა. ნამდვილად უხარია და არა მოჩვენებითად. ხოლო აი უფროსი ძმა აი ესე მოჩვენებითად აღიარებდა სარწმუნოებას და მამას აყვედრიდა. მართლად ვიქცეოდი და ერთი ციკანიც კი არ მომეცი. მამა ამასაც გრძნობს და ხედავს, რომ შვილი გულწრფელი არ არის. იმ წესის შესრულებაში ფარისევლებით იქცევა. რადგან ძმა, რომელიც მისი სისხლით და ხორცია, დაკარგული იყო და მკვდარი იყო სულიერად და გამოჩნდა და კი არ უხარია შურს და ყვედრის მამას. დიდი მანხისთვის ემზადებით. ეფრემ ასურის ლოცვის პერიოდია, ჟამია. მალე დავიწყეთ ამ ლოცვის გამეორებას, სანამ არხო დაიწყება და თითოეული ჩვენთაგანი ალბათ იმას უნდა უკვირდებოდეთ. გვწამს ტაძარში დავდივართ. სად არის ჩვენი საუნჯე? იქ იქნება ჩვენი გულიც. თუ ქრისტეა ჩვენი საუნჯე, მაშინ ჩვენი გულიც და გონებაც იქნება ქრისტესთან. როგორც ფარისეველი, როგორც უძღები შვილის იგავში უფროსი ძმა, უნდა გვიხაროდეს თუ კი ვინმე ჩვენს გარშემო სწორგზას არჩევანს გააკეთებს და გახდება ნამდვილად მორწმუნე. სხვისი სიხარულით გაიხარებს და სხვისი ტკივილით იცხოვრებს. ბევრი იტყვის რომ ეს ძნელია, მაგრამ არ არის ძნელი. საკუთარ თავს არ უნდა მორიდება. საკუთარი თავი, როცა რომ მარტონი ხატებთან ვიქნებით, მაშინ უნდა ვამხილოთ და უნდა დავინახოთ ჩვენი შეცდომა თუ რა არის. ნამდვილად გვიყვარს თუ არა ქრისტე და ვართ ისეთები თუ არა, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია კი არა, როგორიც ობიექტურად სხვა როგორ ფიქრობს ჩვენზე. თუ რაღაცა ნაკლია, იმას გამოსწორება უნდა. თან დაუყოვნებლივ და მოურიდებლად. რომ იმ გავდეთ იმ უძღებ შვილს, რომელმაც დაინახა და შეინანა და მოვიდა მამასთან. დაბრუნდა და მამამაც გაიხარა და გამორჩეული შესამოსელი შემოსა და ბეჭედი გაუკეთა შენდობისა და შვილობის ნიშნად. ასარებებს ვიბარებდა ბევრჯერ მომისმენია.
ბევრს შეხვდება განსაცდელი და იწყებს ზრდვინვას. მაგრამ ბევრი ამ განსაცდელისაგანაც კეთილ ნაყოფს გამოიღებს, როგორც გამოცდილებას ისე შეინახავს და უკვე იცის, როგორც გამოცდილმა მონადირემ სად არის მზაკვარი ჩასაფრებული მტაცებელი ლომი და სად უნდა გაიაროს, რომ ღმერთამდე მივიდეს. ასე რომ ყველა გამოცდილება, ყველა განსაცდელი ამ ხილულ სოფელში თუ კი რაიმე შეგვხვდება ღვთით, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთმა დაუშვა. თუ ჩვენთვის, თუ ქვეყნისთვის. და ყველა განსაცდელიდან ვინც კეთილ გონიერ დასკვნას გამოიტანს, ის გაიმარჯვებს, იმიტომ რომ განსაცდელს მოთმინება უნდა. მოთმინებას გვასწავლის ეს განსაცდელი და განსაცდელის გავლით ჩვენ ვიძენთ ისეთ ცოდნას, რომელიც ფულის რომ გადავიხადოთ, არავინ არ გვეტყვის. და ჩვენს თავს აღსრულებული ღვთით დაშვებული ყველა განსაცდელი, გასაჭირი თუ გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ ერთისთვის აქვს უფალს. როგორც წარეკურნება, ისე არის ჩვენთვის განსაცდელი. ისევე როგორც უძღები შვილისთვის. ეგონა რომ თავისუფლებას მოიპოვებდა ფულითა და ქონებით. მაგრამ მონობაში ჩავარდა, მეღორე გახდა და ღორების საკვებით იკვებებოდა და მაინც ვერ ზღებოდა. ეს საკვები კიდე ცოდვა არის, ცოდვის სახეა. და მიხვდა, რომ მამისეულ სახლში უფალთან ბევრი ადამიანი არის და მასზე უფრო უკეთეს მდგომარეობაში. ნანობს და ამბობს, წოდე ღვთის წინაშე და მამის წინაშე. და არ ვარ ღირსი, რომ ვიწოდებოდე შვილად და მოსამსახურედ მიმიღე. ისე ჩვენ, რომ განსაცდელი არ შეხვედროდა, ის მუდმივად იქნებოდა იმ მდგომარეობაში, როგორადაც არის დასაწყისში აღწერილი. თავისუფლების მოსურნე და თავმომწონე თავის აზრებზე დაჯერებული და სხვაზე უფრო ფიქრობდა ალბათ, რომ აღმატებულიც კი. ამიტომაც რჯულიც დააორღვია, თავის უფროს ძმას გადაუსვა, მოითხოვა რაც რო არ ეკუთვნოდა და ის რაც კუთვნილი იყო შემდეგისთვის, ისიც გაფანტა და გაანიავა. შეინანა, დაეცა, შეინანა, წამოდგა და შვილობისა უფლებამ კვლავ მიიღო. მარხვისთვის ემზადებით. მერთვაინდობას ჩვენი მარხვით, ღვთისადმი ვედრებითა და ლოცვით. ჩვენი საფრთხო შვილობისა უფლება დავიბრუნოთ. ზეცაში, ამ წუთის სოფელში ვშრომობთ, იმიტომ რომ ზეცაში გამზადებული ადგილი მივიღოთ. ოღონდ შრომობთ უკეთესისთვის, სასუფევლისთვის. მერთვა დაგლოცოთ. ჩვენთან არის ღმერთი.